ის
ისე ნასეყვარო სულ რომ არ მენახეს სულის განაჩენო, მიწავ დანარჩენო, შვილებს რა ვაჩვენო, ან და შვილიშვილებს, არ ვინ არ გიშვილებს, შენი საკეტები, შენი ბორკირები შენვე დაამსხვრიები, ზოგი უცოცხლებს და ზოგის ერთად დავიტანოთ ჯვარი გოლგოთაზე, ერთად დავიტანოთ ჯვარი იარბუზზე, ერთად დავიტანოთ ჯვარი ხრესილზე და ერთად დავიტანოთ ყველანთა გრეხილზე. ოღონდ ჯვრის მზიდველი, მაგრამ ჯვრის მზიდველი, ისე მიმზიდველი როგორც დავითის დროს, როგორი გიორგე, როგორი თამარე, აქეთ ევროპაში, იქეთ აზიაში, ისე ითამადე, მერე კვლავ გეტკინა ვიღარი დილადე, ვერ მიმოგარჩინა იდეა. ალბათ მიმხვდები რატომ ვარდიანი. თაფლი ბევრია და ვერ ვიდადიანობს სადღაც ბაზარებზე ან და პალიასტონს ალგეთ სისლეკვები, ისხმა იმაკვანში, ამცეკვა თამაში. ისე დაიზარდნენ თვალსა და ხელებს შუა, ყვა ბაზარეთის თუ ზღვა ხმელთა შუა. ახლა სულ ერთია, რომ ღმერთი ერთია, სამშობლო ერთია, ახლა სულ ერთია. ვიდრე ზეცა ზიანია, ვიდრე ხანა წყრიანია, ვიდრე მეხთა გრიალია, დანია ვართ რია. საქართველო ვიდრე ალაზნიანია, ვიდრე ენგურიანია, ვიდრე ლიონიანია, იგი ადამიანია. ის რა ადამიანია, ამ დიდებულ სილამაზეს ჯანს საკუთარს ვინც არ აძლევს. როგორც შოთა მშიალია, როგორც ვაჟა მშიალია, ვით ილია მშიალია, ვით აკაკი მშიალია, ვიდრე ზეცა ზიანი, ვიდრე ძელთა შრიალია, თვარა მერე გვიანი. სმიაც ეხთა დავდივარ გეჩი ეციმად ჯობიდან ავარვით სიგარით სურვილი ლად მე მეკუთვნის ქვეყანა აშინთა ბარი სხვა ხმელეთი ერთიან ცას ვარსკვლავების ჯარია დილის ზე მანათობელი მამის უშადო მთვარიან დიდა სიმდიდრი გრიხნი ბეჭი ვითინი მწარი ავდარი ჟიჟღლი ცისქცევად სამოწმენდილი დარიადილით გაკუჩუნა ვარდისა მთელი იმისი გვარია ია უღრან ხეს მოსულ თავხტაბა ენამ მტკნარია მთის პირს გაშვილი პირიმზე მთის სასახელო ქალია მარგალიტივით მძელოზე ჭყელა დილის სვარი აი ჯოჯოხეთის სამოწმის თუ დამიკეტეს კარია ხარსკევა ნაიალაფის რქით მიწასაუჩქვე ბუბუნებ ღმერთ სამშობლო ძინარით იმავს შენახარ ჩემი ჯილდოც სასჯელს გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ ჩემო ტანჯულო ჩემო ტანჯველო დაულეველო სამშობლო რჩენო შენთან ვარ მაგრამ მაინც დაგეძებ როგორც დაეძებ საჭმელს მშიერი და აწარა მზის ნაგრეჯზე შემოწრწუნებლად ვარ ბედნიერი თქვენ მოგეგონებათ დავიღალე ქარში ფრიალებენ პეპელები ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ მთელ საქართველოს ვეთერები თქვენ მოგეგონებათ დავიღალე ან ქარი შემაგრთობს სადმე ახლოს ქსანზე რომ ბოყრებს დავზრდი ხვალე ჩემ საქართველოს შეემატოს
ქართველი მწერალი იოანე ზოსიმე ქართულ ენაზე ამბობდა, რომ ეს იყო ენაი დიდებული, შემკული და კორხეული და რომ ყოველი საიდუმლოი ამას ენას აშინა და ამახვილ არის. ამას ამბობდა ენაზე, რომლის ისტორიასაც და რომლის შექმნის დღიდანაც წლების დათვლა ძალიან ძნელია და ვერც ვერავინ ითვლის. ეს იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. და სწორედ აი ამ საამაყო ენას 1978 წლის აპრილში შეექმნა სერიოზული საფრთხე საბჭოთა მმართველობისაგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ენა სახელმწიფო ენა არ უნდა ყოფილიყო. სწორედ აი ამ ინიციატივას თუ იდეას თუ აი ამ გეგმას წინ აღუდგა ქართველი მოსახლეობა და 100,000-მდე ადამიანი აქებდა სტუდენტები, ახალგაზრდები, ინტელიგენცია და ჩვეულებრივი მოქალაქეები წინ აღუდგნენ რუსთაველის პროსპექტზე ამ გეგმას მისაკრულ ჩანაფიქრს და მოახერხეს ის, რომ პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია. ეს მოხდა 37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს დღე აუცილებლად იმსახურებდა განსაკუთრებულ აღნიშვნას და მას შემდეგ 14 აპრილს ასე აღნიშნავს საქართველო როგორც ქართული ენის დღეს. მე გილოცავთ ყველას ამ დღეს და გისურვებთ, რომ შემდეგი 14 აპრილი გაცილებით გაბწყინებულ ქვეყანაში აღგვენიშნოს. გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილება მრავალი საინტერესო საგანმანათლებლო და მხატვრული შემოქმედებითი პროექტის ავტორი და ორგანიზატორია. რამდენიმე მათგანი მოსწავლე ახალგაზრდობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განყოფილების ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღონისძიება გახლავთ ქართული ენის დღისადმი მისმული კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა ორი საგანმანათლებლო ხასიათის კონკურსი, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსი. მხატვრული კითხვის კონკურსის მიზანი გახლავთ მხატვრული კითხვის როგორც ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელოვანი იარაღის განვითარება. მოზარდებში სწორმეტყველების კულტურის ჩამოყალიბება, დეკლამირების საშუალებით მხატვრული ნაწარმოების გააზრებისა და ცდომისათვის ხელის შეწყობა. სწორედ ამ მიზნით გაიმართა კონკურსის ორი ტური, შესარჩევი და ფინალი. შესარჩევი ტური მონაწილეთა სიმრავლის გამო ჩატარდა ორ ეტაპად და შეირჩა 27 ფინალისტი. ხოლო ფინალურმა ტურმა გამოვავინა კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები 3 ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ახლა სცენაზე მოვიწვევთ. მე დავასახელებ აი ამ მოსწავლეების სახელებს და გვარებს დიდი სიამაყით და გთხოვთ ყველანი სცენაზე მოგწამთ. მაშასე მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეები. ნინი კაკავა, მეათე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. ანასტასია ჟუზნიაშვილი, მე-12 სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. მარიამ ნაფიშვილი, მე-2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. მუცა მოციქულაშვილი, ბარბარე საათაშვილი და ბარბარე ხაბაშვილი, სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მელანია ტრამაკიძე, მე-10 საჯარო სკოლის მე-9 კლასი. მუცა მოციქულაშვილი, ბარბარე საათაშვილი, მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მარიამ გელაშვილი და ნინო ქერდიხოშვილი. სოფელ ყელსეულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინო წერელიძე. ელენე ლეჟავა, გორის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალი ბატატაშვილი. კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები. პირველი ასაკობრივ ჯგუფში ადგილები ასე განაწილდა. პირველი ადგილი ერგო სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს მარიამ ხუბულუს.
მეორე ადგილი პატარა გარეჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ედი მურადაშვილი, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ემილი ცეცხლაძე და სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნინი ხაბაშვილი. მესამე ადგილზე გავიდა სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასელი ანა თეკაძე. ჟიურის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა გორის მე-10 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ანდრია ნოზაძემ და სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასელმა თამარ მამიშვილმა. მეორეს ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიმსახურა უკან დაიძიეთ, რომ სხვებიც უნდა ამოვიდნენ. ისე სხვები რომ უკან დადგნენ, ესეთი პატარები იყავით და ისინი უკან დადგეს, ახლა ვისაც ამოვიკითხავ, იმიტომ რომ ისინი უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები არიან. პირველი ადგილი დაიმსახურა მეღვრეკისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლუკა მაისურაძემ. მეორე ადგილი მეღვრეკისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ გოჩა ნადირაძემ და სვენეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ხატია საათაშვილმა. მესამე ადგილი დაიმსახურა გორის რაიონის სოფელ კავალეთის პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ლევან ზაარიშვილმა. მესამე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნინია წყარუნაშვილი და მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასელმა ლუკა გოქაძემ. მეორე ადგილზე გავიდა სვენეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ საათაშვილი. მესამე ადგილზე უჩალო ცულაშვილი გორის მე-4 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ულოცავთ გამარჯვებას და მათ დასაჯილდოებად სცენაზე ვთხოვთ გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების უფროს ქალბატონ ქეთევან იანდალაშვილს. კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის, ძალიან კარგები ხართ. უბრალოდ მინდა აგიხსნათ ის, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყოფილიყავით ობიექტურები. იყო ისეთი შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ქულა ქონდა ორ ბავშვს. ამიტომ თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ მეორე ადგილზე რო ორია, ან პირველი რო ორმა გაიყო. გავყავით ეს საპრიზო ადგილები, რომ ბავშვები გაგვეხარებინა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და ახალგაზრდობის და კულტურის, უფრო სწორედ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მინდა მოვიწვიო ქალბატონი ქეთი დვალიშვილი. ქეთისთან ერთად გავაჯილდოვოთ გამარჯვებულ ბავშვებს. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენი ერისთვის თვითმყოფადობის საუნჯის დღეა ფაქტობრივად. მე ვისურვებდი, რომ ის განსაცდელი, რაც ჩვენს ენის სტატუსში ექვნა 57 წლის წინ, ეს აღარასოდეს არ განმეორებოდეს და არც ერთ თაობას არ მოვიწიოს ვიბრძოლოთ ჩვენი სახელმწიფო ენის შესანარჩუნებლად. დიდი მადლობა თავად ამ პროექტის ავტორს, როგორც იხვა უკვე ეს ტრადიციული პროექტია, ყოველწლიურად მიმდინარეობს. და მე სიამაყით ვიმსჯვალები ყოველ ჯერზე, იმით რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, ბევრი მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ეს მისასალმებელია. ასე რომ დიდი მადლობა მოსწავლეებს, დიდი მადლობა მათ პედაგოგებს და რა თქმა უნდა მშობლებს. დიდი მადლობა შემიძლია გადავუხადო ჟიურის წევრებს. მოგესალმებით მადლობა. ქალბატონ მაიას, ქალბატონ ელისო და თქვენ ქალბატონო თამარ, უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის
და ამხელა თავდადებისთვის ჯერ ჟიურიში მძანდებოდით და შემდეგ ამხელა შრომა გაციეთ. მადლობა აკეთებს ყველას მოსახდები რომ ასეთი ძვირფასი ღონისძიება მიუძღვენით და ეს არის ტრადიციული და არ კლავთ და პირიქით ვაცოცხლებთ და ვავითარებთ ჩვენს ენას. ფინანსები გავაკეთოთ სიგელები. სიგელი გადაეცემა გორის მეათე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს ნინო კალკალას. გორის მე-12 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ანასტასია ჟურნაშვილი. გორის მეორე საჯარო სკოლის მე-20 კლასის მოსწავლე მარიამ ნაფიშვილი. გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიცა მოციქულაშვილი. გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ბარბარე სააკაშვილი. გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ბარბარე ხაბაშვილი. გორის მეათე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მელანია ტრამაკიძე. გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გულაშვილი. გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ფირცხოშვილი. გორის რაიონის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინო წერელი. გორის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე. გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალი ბატატიშვილი. გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ გულური, რომელსაც გადაეცემა სიგელი პირველი ადგილის დაკავებისთვის. კონკურსის მეორე ადგილოსანი გახლავთ გორის რაიონის სოფელ პატარა ბარეჯვის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ედი მურადაშვილი. მეორე ადგილი კი დაიკავა და შესაბამისად სიგელით ჯილდოვდება გორის რაიონის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ემილი ცეცხლაძე. მეორე ადგილის მოპოვებისთვის სიგელით ჯილდოვდება გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნინი ხაბაშვილი. მე-3 ადგილის მოპოვებელი კი გახდა გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანა თეგაძე. ქართული ენისთვისადმი მითქმელი მხატვრული კითხვის
კონკურსის ნომინაციაში ჟიურის სიმპათია გამარჯვებისათვის სიგელი გადაეცემა ბორის მეათე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს ანდრია ნოზას. ჟიურის სიმპათია აღნიშნული კონკურსისა და ეს გახლავთ გორის რაიონის სოფლის მეხუთე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე თამარ მაგიშვილი. და პირველი ადგილის მფლობელი გახლავთ გორის რაიონის სოფლის მეხუთე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე უკაცრავად მეღრე კისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლუკა მაისურაძე. ჯობია სტატუსს მასწავლებლებს ხოდა ჯობების. საბადო ლელა თხოვთ. ესწავლები გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსებს და მოგესალმებით მოსწავლეები. ყველას მინდა მოგილოცოთ ქართული ენის სიწმინდის დღე და გისურვოთ ყველას წარმატებები თქვენ საქმიანობაში. ეს სხვადასხვა აქტივობები კვირეულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა მიმდინარეობს დაჯილდოება და მე მინდა წარმატებები გისურვოთ უბრალოდ მოგხადას. გორის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გოქაძე. წარმატებული და ღირსეული და დამსახურებული პირველი ადგილი. სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ საათაშვილი. ღირსეული მეორე ადგილი. ისევ მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე უჩა ლოცულაშვილი. ბატონო დავით, ხო. ჟიურის წევრი, გორის მუნიციპალურ ანსამბლ გორის ხელმძღვანელი, ცნობილი პოეტი და შემოქმედი ბატონი დავით დარბაიძე. აი კიდევ ერთი მართლა ულამაზესი დრედასტურდა ლექსის კითხვის. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მიულოცო ჩვენს გამარჯვებულებს. ეს უდიდესი წარმატება, მაგრამ აქვე მინდა მადლიერება გამოხატო თითოეული გამოსვლისთვის, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, რადგან ეს გახლავთ ჩვენი მომავალი თაობის კულტურული განვითარების გზა, რომელიც ამაღლებს შემოქმედებით ცნობიერებას
მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს ჟიურის წევრებს, ქალბატონ კეთის, მის თავმჯდომარეს, მადლობა თვითონ მასწავლებლებს, რომელთაც უდიდესი უღაწი გაწია, შრომა გაწია, რომ აი ასეთი შედეგი დადებულიყო. მადლობა მერიას, მადლობა კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, მადლობა თვითონ თქვენგანს. მოგახსენებთ ქართული ენისა და მუსმელი გვირეულის ფარგლებში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას, ხელი წერის ტრადიციული კულტურის გაგრძელებას და შესწავლას. კონკურსი გაიმართა 2 ასაკობრივ ჯგუფში, მე-5, მე-8 და მე-9-12 კლასებში. გამარჯვებული მოსწავლეები, რა თქმა უნდა, აქაც გამოვიდნენ და ესენი გახლავთ. პირველი ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიმსახურა
მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ მარიამ გოგიაშვილმა. მომძაბნის. არ არის მარიამ. მეორე ადგილი მესამე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინი გოგიშვილი. მესამე ადგილი მესამე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მესამე ადგილი გორის მე-7 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა ლომსაძე. ჟიურის სიმპათიის პრიზი აქაც ყოფილა დაიმსახურა გორის რაიონის სოფელ პატარა მეძვისხევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ელიაოვმა. მეორე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიმსახურა მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანანო ხარაიშვილმა. მეორე ადგილი დაიმსახურა ლიზი ციქარიძემ მე-7 საჯარო სკოლის მე-11 კლასი. მესამე ადგილი ნინო კახნიაშვილმა მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასი. ჟიურის სიმპათიის პრიზი ერგო გორის მე-7 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ლიზი გვრიდიშვილს. მინდა მოვახსენოთ, რომ ამ მოსწავლეებისთვის სააგენტო გეგმავს შემეცნებით საჩუქარს და ეს იქნება ექსკურსია თბილისის ეროვნულ მუზეუმში და ხელნაწერთა ინსტიტუტში. ნინი გოგიშვილი მეორე ადგილი მესამე საჯარო სკოლა. მე-7 საჯარო სკოლა ანა ლომსაძე მესამე ადგილი. პატარა მეჯვისხევის საჯარო სკოლა მარიამ ელიაოვი. ჟიურის სიმპათია. პირველი ადგილი მეორე საჯარო სკოლა ანანო ხარაიშვილი. მე-7 საჯარო სკოლა ლიზი ციქარიძე მეორე ადგილი. მე-12 საჯარო სკოლა ნინო კახნიაშვილი მესამე ადგილი. მე-7 საჯარო სკოლა ლიზი გვრიდიშვილი ჟიურის სიმპათია. ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა კიდევ ერთი საინტერესო კონკურსი, რომლის სახელწოდება გახლავთ საქართველოს ჩემი სამშობლოა, რომელშიც 60-მდე მოსწავლე ჩაერთო და წარმოადგინა შესანიშნავი ესე. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული მოსწავლეები არიან. პირველ ადგილზე გავიდა სერგი თვაური, გორის მე-7 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე და ნოდარ კოლოტაშვილი, გორის რაიონის სოფელ პარკის საჯარო სკოლის მოსწავლე. მეორე ადგილზე გავიდა გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. წერია სახელი და კვალი აქვს. ნოდარ კოლოტაშვილი. მარიამ მეზურიშვილი. მესამე ადგილი მე-7 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს ერგოთ, ეს გახლავთ ანი ლომსაძე და ანდრია გვინაძე. ჟიურის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა გორის რაიონის სოფელ წითელუხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლაშა ხუროშვილმა. მადლობა ყველა მონაწილეს და შემდგომ წარმატებებს ვსურვებთ. ახლა სიტყვას მისამებისთვის გადავცემთ გორის მწერალთა სახლის ღონისძიების კურატორს, ცნობილ პოეტს და შემოქმედს ბატონ ნოდარ დინარაძეს.
საღამო მშვიდობისა ჩემო მეგობრებო უპირველეს ყოვლისა დარბაზში შევნიშნე რომ არის ადამიანი რომელსაც უნდა ხორვალი აპლოდისმენტებით მივესალმოთ და მივულოცოთ დიდი გამარჯვება ქალბატონ ნინო ციკლაურს ეს მისი გამარჯვება ეს გორის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება და ინგლისის შობის გამარჯვება რომელსაც პედაგოგები თავიანთ ასწავლებლებთან ეწევიან მერე ქალბატონ ქეთი იარდალაშვილის უკვე გამარჯვების დღეს მინდა მადლობა გადავუხადო და რატო? იმიტომ რომ ის რომლის მონაწილე მე ვარ 1978 წლის 14 აპრილს და დღეს ფასდება ის რომ ჩემმა თაობამ და თქვენმა თაობამ მაქვს ამის უფლება ვთქვა რომ იმასაც ისავა რომ იქნიდექი მე საფრთხეები ვიყავი მაშინ და დღეს რომ ფასდება ეს ქალბატონო თამა რომ გრძელდება ჩვენი დიალოგი სწავლა ურთიერთობა საუბარი სიმღერა ქართულ ენაზე ამისათვის დიდი მადლობა აი დიდი მუშაობისათვის რომელსაც თქვენ ეწევით ყველას აბსოლუტურად პედაგოგს ვინც ეს ბავშვები მოამზადა ვინც ხატვაში ხელი შეუწყო ვინც შემოქმედებით მუშაობს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა თანამშრომელს ჩვენს მერიას ჩვენს აიბის ხელმძღვანელებს თვითონ პიროვნებას ვინც მონაწილეობა მიიღო ჟიურის წევრებს ქალბატონმა თამარმა რომელმაც ძალიან კარგად დააგვირგვინა ჩვენი დღევანდელი კონიცება და რატომ საუბრობ ასე იცით მე მინდა ახალგაზრდობამ გაიგოს და იცოდეთ ის რაც დღეს თქვენ არ იცით შეიძლება არ ჩვენ გვასწავლიდნენ იმ დროს და ჩემი თაობის ხალხი როიტყვიან ხოლმე აი ჩუმად კითხულობდით ხოლმე მუხრან მაჭავარიანის ლექსებს და ასე შემდეგ აი დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია მუხრანის ვიკითხოთ გალაქტიონის ილიას აკაკიც და ასე შემდეგ და იცი რა ვერ აიტანეს შემოშვილებო ის რომ 1956 წლამდე იაკობ გოგებაშვილმა ჩვენ რუს მეგობრებს ძმებს დაუწერა რუსკაია სლოვა და სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დაწერით ისწავლებოდა რუსული ენები აი ეს ვერ აიტანეს ზოგიერთებმა მაგრამ ჩვენ ამას გაუძლებთ კიდე გაუძლებთ რა თქმა უნდა ყველა შემოქმედებას და რაც მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი გამოსვლა ყოფილა ქართველი ერის თავისუფლებისათვის დამოუკიდებლობისათვის იმ დღეს რუსთაველის პროსპექტზე ქალბატონო თამარ აბსოლუტურად ყველა ერთიანი იყო პროფესორი დამლაგებელი პოლიციის თანამშრომელი თუ კი ვინმე იყო არ იყო ადამიანი ვისაც შეეძლო ქართველ გამომსვლელზე ხელი აეწია განსხვავებით სხვა დღეების რა შეიძლება როგორ შეიძლება რომ დღეს არ მოგილოცოთ დედაენის დღე არ მოგეფეროთ ჩემებურად მე მეგონა რომ დავით დარბაიძე წაიკითხავდა რაღაცა ყვარს ხოლმე წარღვიანი ლექსი და რა ვიცი სახში და გადი მინდორში იებს თვალს შეავლებს ბრძენი მწერალი სადაც წყარონი თყვარს და მეავს უერთდებიან ხაყაჩოს მელნით მოხატული ასო ბგერანი ქართული ენის დასაცავად ამხედრდებიან გაიღვიძებენ მიძინებულ ვაზის ხლორტები გაიღვიძებენ და მერცხლებით მოფრინდებიან ანიც და ბანიც მიყოლებით როგორც მოტები ქართული ენის სადიდებლად აშხერდებიან დგას საუყუნე უცნობი და ზღვარგადასული თვით უძლეველნიც ერთდროს მყოფნი სადღაც კრებიან ქრისტეს რჩულისთვის შეფიცულნი ჯვარდასახულნი ქართული გემის ქართველ ერის მცველად რჩებიან არც მაშინ 47 წლის წინ არც მანამდე და არც მის შემდეგ ქვეყნად არც ერთი გმირი არ იყო მასწავლებელი რომ ამყოლოდა აი ეს ჩვენი საამაყო მოსწავლეები რომლებითაც ჩვენ დავთქვით ამდენი ხნის განმავლობაში და იმედია
რომ კიდევ უფრო გაგვახარებენ, ეს ყველაფერი მათი მასწავლებლების დამსახურებაა. ამიტომ სიამოვნებით ვიწვევ სცენაზე ყველა მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან აი ამ ჩვენ ბავშვებს ქართული სიტყვის ძალას და ხოტბას ასხავენ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებლებს, რომელიც აი ამ დიდ საქმეში გვეხმარება და დავაჯილდოოთ ტაშით. მეღრეკისის საჯარო სკოლის პედაგოგები ვერა ბაკურაძე და მარინა ჯალობაძე. ხო, მოგზაურობთ სცენაზე. მეათე საჯარო სკოლა მაია კავსაძე და მანანა ქოქაშვილი. სვენეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ლია ბუზიაშვილი, მარეხმე მეყალიშვილი და ერენე ზერკიძე. მეოთხე სკოლიდან ნინო კლინიკაძე. გორის რაიონის სოფელ წითელუბის საჯარო სკოლიდან ბატონი ამირან შავაძე. ქეთევან ჩეულიშვილი, კარავეთის პირველი სკოლიდან. მაია სამხარაძე, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლიდან. მე-12 საჯარო სკოლიდან ქალბატონი ნელი პეტრიაშვილი. მანანა ჯავახიშვილი, გორის მე-3 საჯარო სკოლა. პატარა მეჯლისმერის საჯარო სკოლა, ზეინაბ ბურჯიძე. გორის რაიონის სოფელ კარბის საჯარო სკოლა, ნინო კოლოტაშვილი. მათ დასაჯილდოებად სცენაზე ვთხოვთ გორის საგანმანათლებლო რესურსების ხელმძღვანელს ბატონ გია ბერწიშვილს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. 14 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ღირსშესანიშნავი და საოცრად ლამაზი დღე გახდა საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ბევრი დღესასწაული გვაქვს, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ არ არსებობს საქართველოში აი ამ წუთს, აი ამ დღეს სკოლა, სადაც არ ტარდება ასეთი ლამაზი ღონისძიება. დღესაც სწორედ გახდით ერთ-ერთ სოფელში, რომელიც საზღვრისპირას რუსეთის ეგრეთ წოდებულ საზღვართან იმყოფება და იქაც შესანიშნავი და ბრწყინვალე წარმოდგენა გააკეთეს ბავშვებმა. მთელი სული, მთელი გული ჩააქსოვეს იმ ქართულ ენას, ქართულ ჯიშს, რომელიც თითოეული შეთაგანისთვის მართლაც ამაღლებელია. გილოცავთ დღევანდელ დღეს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ ბავშვს, მათ მასწავლებლებს, რომლებმაც ასე ლამაზად წარმოადგენს თავიანთი თავი და მინდა რომ კიდევ ერთი რამ აღვნიშნო. საოცარი ის იყო, რომ როდესაც ვცქეროდი მხატვრულ კითხვაში გამარჯვებულებს, აბსოლუტური დაახლოებით ალბათ 80% გორის რაიონის სკოლებიდან იყვნენ. სოფლის სკოლებიდან და ეს უკვე დიდი სიხარული და ძალიან დიდი საამაო საქმეა, რადგანაც უკვე დიდ კონკურენციას უწევენ ქალაქის სკოლებს და დარწმუნებული ვარ სულ მალე მართლაც ნებისმიერი არა მარტო ქართულ მხატვრულ კითხვაში, არამედ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმიაშიც იგივე წარმატებული იქნებიან ჩვენი მოსწავლეები. მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა ყველათ და რა თქმა უნდა დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო მასწავლებლებო, რა აი ამ დიდი მუხტისთვის, დიდი ენერგიისთვის, რაც თქვენ ჩადეთ ჩვენი მოსწავლეების ამ დიდ საქმეში. გორის რაიონის სოფელ პატარა მეჯლისმერის საჯარო სკოლის პედაგოგი ზეინაბ გურჯიძე იბრძოდება საპატიო მადლობის სიტყვით. სოფელ კარბის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კოლოტაშვილი. ალბათ ნინო ამავე დროს გახლავთ სკოლის დირექტორი. წარმატებები. მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი მანანა ჯავახიშვილი. მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგი ნელი პეტრიაშვილი.
პატარა განედვის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია სამხარაძე. არალეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩეულიშვილი. წითელუბრის საჯარო სკოლის პედაგოგი პატონი ამირან შალაი. მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი პატონი ნინო კვილიკაძე. მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა კოკაშვილი. მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი მარია კავსაძე. მეხუთე კისის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ჯალაბაძე. სვენეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ბუზიაშვილი. სვენეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მარეხ მექვაბიშვილი. სვენეთი ალბატონი ელენე ზერეგიძე. და ალბატონი ვერაფაძე. დიდი მადლობა. თქვენს წინაშე ჩემო მეგობრებო უდიდესი მარადიერებით მინდა წარვადგინო სამივე კონკურსის ჟიურის წევრი, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია სრულიად უანგაროდ, ბავშვებისადმი დიდი სიყვარულის გრძნობით წარმატებით თანამშრომლობენ ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილებასთან. ისინი ჩვენი ქალაქის საამაყო, საკუთარი საქმის პროფესიონალი, უნიჭიერესი ადამიანები არიან, რომლებიც მიუკერძოებულად და ობიექტურებად ცდილობენ არ დაუკარგონ ახალგაზრდებს მცირეოდენი წარმატებაც კი. ესენი არიან გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების უფროსი ქალბატონი ქეთევან იარდავაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე, ჟიურის წევრები, გორის მუნიციპალური ანსამბლი გორის ხელმძღვანელი, ცნობილი პოეტი და უნიჭიერესი შემოქმედი ბატონი დავით დარბაიძე. გორის წერალთა სახლის ღონისძიებების კურატორი, ასევე ცნობილი პოეტი და შესანიშნავი შემოქმედი ბატონი ნოდა ხინოვა. ხოლმე ბატონებო სცენაზე მოგზავნით. ჟიურის წევრები. განყოფილების სცენარისტი, გორის რაიონის სოფელ აძრის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ელისონ არიაშვილი. მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი მანანა რაკიშვილი. მესამე საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგები ქალბატონები ნინო მელაძე და ნაძია გაბოშვილი. წერალთა სახლის რედაქტორი ქეთევან გოგიაშვილი. გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის პედაგოგები ქეთევან ხანაშვილი და აფხანდილ გუდუშაული. ადრეს სკოლა თამარიანის დირექტორი თქვენი მონამორჩილი თამარი თემეშვილი. ხოთ დაჯილდოებისთვის სცენაზე მოგზავნეთ გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ბატონი რამაზ შიოშვილი. მოგესალმებით, მინდა მადლობა გითხრათ ხელოვნებისთვის, პირველ ორგანიზატორებს, პედაგოგებს, მონაწილეებს და მიხარია რომ აი ამდენი ასეთი
განათლებული და აქტიური ახალგაზრდობის ჩვენში და ასევე გამოგილოცოთ დღევანდელი დღე ყველას და გისურვებთ წარმატება თითოეულ გამარჯვებულს თუ არავის არ დასწრეს ის და ილიანიჩა ყველა გამარჯვებულია და ყველა წარმატებულია იქნება გამომდინარე რომ აი მნიშვნელოვან აქტივებში დროს მონაწილეობას კიდევ ერთხელ უღრესი მადლობა მართლობისთვის და წარმატება ატომი დავით დარბაიძე ატომი ნაზარინა ატომი ელისო ნარიაშვილი ალბათონი ნინო მელაძე ალბათონი ნათია გაბროშვილი ალბათონი თამარ ხნელიშვილი და ხოლმე ალბათონი კედევანიანაძე Arzuli maps, zveltan zveli, ღმერთმა მოგცეთ შვებალხება. კოლხილსა და ივერიებს კითხეგრძელებთ დედაენას. ტერმა ბევრჯერ გაგვამწარა, ცრემლით შეგვიცვალა ხენა, მაგრამ სული ძირს ვერ დაგწეს, რადგან მქონდა დედაენა. ვისაც უნდა შემეჭიდოს, მაქვს სამშობლო და მაქვს რწმენა, მაქვს ყველაზე უფრო ტკბილი იაკობის დედაენა. Yeah.
სხვას გადავცემთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ნიჭიერ და ჭკვიან თანამშრომელს ბატონ ელდარ ქურიძეს, რომელიც თავისი კონკურსის შესახებ თავად მოგვიყვება. გესალმებით, ილოცავთ ქართული ენის, ანუ დედა ენის დღეს. აი ჩვენ დედა უწოდებთ ჩვენს მშობლიურ ქართულს. და ვიცით როგორი სიყვარული დედის როგორი სიყვარული და პატივისცემა მართებს შვილს. და ხშირად ესმის ასეთი შეგონება, რომ ენის სიწმინდე უნდა დავუძო. მაინც რა არის ეს ენის სიწმინდე? ერთი მაგალითი მინდა მხოლოდ მოვიყვანო. ყველას გაგვიგონია ბეოვულფი, უძველესი ინგლისური ლიტერატურის უძველესი ძეგლი, პოემა. მე-20 საუკუნეებით ათარიღებენ ბეოვულფს. და ის რომ წავაკითხოთ თანამედროვე ბრიტანეთს, ვერაფერს ვერ გაიგებს პოემები. დასჭირდება ლექსიკონი დაიდოს წინ და თითოეული სიტყვის თარგმანი ნახოს ამ ლექსიკონში. და ზოგიერთი დღეს რა მოხდა მერე? პაპას აღარ ესმის დღეს შვილიშვილისა. ერთი ოჯახის წევრები განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ. და რა უშავს თუ ადრეულ შუა საუკუნეებში დაწერილი ნაწარმოები ვერ გაიგო. და ყოველივე ამის შემდეგ თუ საკვირველი არ არის, რომ ბეოვულფამდე სულ მცირე 3 საუკუნით ადრე შექმნილი თხზულება არსებობს, რომელიც თანამედროვე მკითხველს ესმის ყოველგვარი ლექსიკონის გარეშე. და მხედველობაში მაქვს შუშანიკის წამება ჩვენი. ესე კითხულობ შუშანიკის წამებას. 21 საუკუნის ქართული და გესმის თითქმის ყოველი წინადადების, ყოველი ფრაზის აზრი. აუხმარებლად, უშუამავლად და უთარჯინოთ გესმის შენი წინაპრის სათქმელი გულისხმობელი. რატომ მოხდა ეს? როგორ მოხდა ეს სასწაული? იმიტომ რომ ჩვენმა წინაპარმა სისხლისა და წამების ფასად შემოგვინახა სიწმინდე, რომელსაც ქართული ენა ჰქვია. შემოგვინახა შეუბრალად, ხელუხლებელად, თითქმის უცვლელად იძლება იყოს. აი, ენის სიწმინდის დაცვაც ეს არის. მოგვიტანა სადუდად ჩვენმა წინაპარმა ეს ელისკენ საგოგმანები, მარგალიტი, ციმციმა, პატიოსანი თვალი, რომელსაც ჩვენ უნდა მოუვფრინდეთ ეს და გვინგსურს რომ წადია, რომ სწორედ მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს მშობლიური ენის მიმართ მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ. და ვცდილობთ, რომ ჩვენც მცირე წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ახალგაზრდა თაობას გაუღუნდეს ინტერესი თანამედროვე მშობლიური ქართული ენის ცნობების მიმართ და შეიყვაროს მშობლიური ლექსიკა. ამას ემსახურება პროექტ საუკეთესო ქართულის ყოველწლიური კონკურსებიც. და დღეს ვაჯილდოვებ ერთ-ერთი ასეთი კონკურსის, საუკეთესო ქართულის მარცელის კონკურსი დედაენის დღესთან დაკავშირებული შეჯიბრების გამარჯვებულებს. სამ უჩვიანეს, უნიჭიერეს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ახალგაზრდას და გსურს, რომ შეძლებისდაგვარად დაუფასოთ მათ შრომა და ძალისხმევა მოვიხმოთ ახლა მათ სცენაზე, გამოაცხადოთ სახელებს და გვარებს და აშით გავამხნევთ. აშასე ანანო ჩირფლაძე, კვანცა სომქიშვილი, ნოდარ პოლონტაშვილი. წელს ისე მოხდა, რომ სამივე კონკურსანტი არის
ერთი სოფლიდან, კერძოდ კუიავის საჯარო სკოლის მოსწავლეა სამივე. ყოფილა ასეთი შემთხვევა საუკეთესო მოქალაქის ისტორიაში ხელთუქმნელებმა გაიმარჯვეს ერთხელ სამივე მონაწილეობა ხელთუქმნელი, მაგრამ არასოდეს არ მომხდა რა ჯერჯერობით ისე, რომ ზედიზედ ორჯერ გაემარჯვოს ქართული ენის კონკურსში ახალგაზრდას და დღეს სწორედ ასეთ მოსწავლეს ხედავთ სცენაზე. აშასე 2025 წლის საუკეთესო მოქართულის გამარჯვებული გახდა ჩვენი შავშანდელი პრეზიდენტი ნოდარ კოლოტაშვილი. კუიავის საჯარო სკოლიდან. შავშან არბის სახელით გაიმარჯვა და წელს უკვე კუიავი ასახება და ქალბატონ გეთქვას რომ გამარჯვებულისთვის ჩვენი სტატუეტი ტრადიციული ჯილდო. ბევრი საჩუქარი გვაქვს კიდევ ძალიან და უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხერხდება გადაცემა, ჯობს თუ ახალგაზრდები თვითონ მოახერხებენ როგორ დაწარებას მოერევიან. ეს ყველაფერი არ არის, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, გველხმარება ყველანაირად ხელს გვიწყობს ყველაფერში. გორის კულტურის განყოფილებას, საგანმანათლებლო რესურსებს, სახელმწიფო უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა ყველა მასწავლებელსა და დირექტორს და აუცილებლად უნდა დავაჯილდოოთ ის სკოლები, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან სიგელებით დღეს. ელფსეული საჯარო სკოლა, მეათე საჯარო სკოლა, მეორე საჯარო სკოლა, მეთორმეტე საჯარო სკოლა, გორის ხილსიმამარდიოთი თაცმდელი სკოლა გიმნაზია. არა უშავს რა დავცემ ხანს. ბორშურის საჯარო სკოლა, კარალეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა, შინდისი, ზემონიკოსი, ყველისი, ძევერის საჯარო სკოლა, ნომერ მეცხრე საჯარო სკოლა, ხელთუბანი, როგორი ყავს
მეშვიდე საჯარო სკოლა ზეთი ერთმეთ მამიასან თულის საჯარო სკოლა ბერბუკი სკრა ფახურები არალეთის ნომერი პირველია საკადაცო არალეთის წარმომადგენელს ბეღრეკისი მეგობრების პატარა გარეჯვა დაწყვილა
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დასრულდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელს და მრავალ წარმატებულ უფრო მასშტაბურ შეხვედრებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარ ურტმენიშვილს, აი დღევანდელი ამ საღამოს ასეთ შვერიურად მოწყობის გალამაზებისთვის და წაყვანისათვის. დიდი მადლობა. და ქალბატონ მაიკო ახალგაზრდა სიმფოსიის და მდგომარეობისთვის. დიდი მადლობა.